ქართული ოცნება შემჩნეულია, რომ ხშირად უყვარს ხოლმე ამოფარება სარწმუნოებაზე, ეკლესიაზე. აი იმას, რასაც უყურებთ, სასამართლო პროცესები ახსენეთ, მზიამაღლობელი უნდა ვთქვათ, აუცილებლად მისი საქმე, როგორ გაიმეტეს ხანგრძლივი პატიმრობისთვის ჟურნალისტი ქალი, ხომ? ეს ყველაფერი რაიმე კავშირში არის ქრისტიანულ მორალთან, ფილოსოფიასთან, რასაც ასე ხშირად თითქოს და ეყრდნობა ბრჭყალებში ქართული ოცნება, რომ იცავს. ქრისტიანობის საზომი საერთოდ არ არის არც ტაძრის მშენებლობა, არც შემოწირულობა და ასე შემდეგ. ქრისტიანობის საზომი პირველ რიგში არის ადამიანებთან ურთიერთობა და ადამიანებთან მოპყრობა, რამდენად სწორად და მართლად ვექცევით ჩვენ ადამიანებს. და ეს ყველაფერი არის მოჩვენებითი. აი წმინდა წერილიდან არის ესეთი ფაქტი გაღწერილი, რომ პეტრე მოციქულს ეცრუნენ, მოატყუეს ანანია და საფირა და რაღაც შემოწირულობის ნაწილი გადაუმალეს. და ისინი დაისაჯნენ იქვე სიკვდილით. და აქ საინტერესოა ერთი რამ, რომ ისინი არა მარტო იმის გამო დაისაჯნენ, რომ მოიტყუნენ, არამედ დაისაჯნენ იმის გამო, რომ მოჩვენებითი იყო მათი ეს აქციელი. ანუ მათ თავი მოაჩვენეს თითქოს კეთილსინდისიერ მორწმუნეებად. და როდესაც შენ ქრისტიანობას, ანუ რელიგიას იყენებ იმისათვის, რომ მეგრე შემდეგ ამითი რაღაც ქულები დაიწერო და შენთვის მაგალითად მოწყალებას, ინვესტიციის სახე აქვს უფრო და აქედან გინდა მე რაღაცა სარგებელი მიიღო, მაშინ შენ არ ახარ მორწმუნე ადამიანი. მაშინ ყალბია შენი ქრისტიანობა.